გავსწორდეთ მაყურებლის წინაშე. გავლამაზდეთ. მოკლედ დღეს საკმაოდ წარმატებული ნადირობის შემდეგ ჩემო მარლენ. საკმაოდ. გადავწყვიტეთ რომ მარტივი მიზეზიდან გამომდინარე, რამდენიმე დღეში ერთ კვირაში დაახლოებით იხსნება წყალმცურავზე სეზონი მაღალმთიანში. გადავწყვიტეთ რომ მოგვეჭხრიკა ადგილები სავარაუდოდ სად შეიძლება გააკეთოს გადაფრენა იხვა. ამოვედით საღამო ჟამს. ბინოკლი დურბინი გვაქვს. მათვალიერებთ ტერიტორიებს და სხვათა შორის უნდა აღინიშნოს ის, რომ სულ რაღაცა რამოდენიმე წუთში მოსალოდნელი არის უკვე დაიწყოს გადაფრენა. საღამოს გადაფრენა გააკეთა, ჩვენ გაგვემართლებს და შევხედავთ ვართ ხანჩალის ტბის მიმდებარედ. ახლოს არის ჭანჭრობი, ასე ვთქვათ. და გვაქვს იმედი, რომ გადაფრენა თუ გააკეთა იმ ჭანჭრობში, იხვი უნდა ჩაჯდეს და აი ველოდებით სულ მოუთქმელად. მოდი შემოვუყვებით, რომ აყურებელს დავანახოთ ხანჩალის ტბა. აი ბატონო ჩემო, ახედა სილამაზეა. ხანჩალის ტბა. ჩვენს უკან. საერთოდ ძალიან კარგ ადგილას ვართ, რაღაც შემაღლებაზე ძლივს ამოვედით მანქანით. ცოტა ვიწვალეთ, მაგრამ ღირდა, იმიტომ რომ საკმაოდ ლამაზი ხედი გაიშალა ჩვენს თვალწინ. მოკლედ დაველოდებით მარლენ და ვაცნობთ მაყურებელს. თუ იქნება პირველი გეტყვით თუ არა, არაფერსაც არ გეტყვით. აი ეს. როგორ შეგვირდით მეგობრებო? გაგაგებინებთ თქო, ვაგებინებთ. ჩვენ აღარ ვჩანვართ, იხვიც აღარ ჩანს, მაგრამ გადაფრენა როგორც ესეთი არ გააკეთა დღეს იხმა, მაგრამ თავზე გადაგვიარა, საკმაოდ მოზრდილმა გუნდმა ალბათ 12-15 წელი იქნებოდა, ხო? ალბათ, დაახლოებით კი. ყოველ შემთხვევაში ჩვენ გვესიამუნა, იმიტომ რომ აი 15 მეტრზე გადაგვიფრინა და ძალიან ვისიამუნეთ ამ სანახაობის ხივით. გოგა, მე და შენ ვარჩევდით ამ საკითხს და ამ რაოდენობის იხს როცა ვხედავთ გადაფრენაზე, რაზე მეტყველებს ეს ყველაფერი? რომ ან გადაფრენა არ გააკეთა, ან იხვი არ არის, მარტივია ძალიან. უბრალოდ ადგილობრივი იყო და ხო, ადგილობრივი იყო, ცალსახად ადგილობრივი იყო შესრულებული. მოკლედ, ჯერ იხვი არ არის და ველოდებით. ვართ ძიებაში. აი საღამოს ტბაც გამოჩნდა. როგორც ჩვენმა მაყურებელმა მარლენ უკვე იცის, ჩვენ გუშინ საღამოს უკვე ნადირობის შემდეგ დავიწყეთ საიხვი ადგილების მოჩხრეკვა. მოვიძიეთ ერთი ადგილი ხანჩალის ტბასთან ახლოს, ეხლა მივდივართ საღამოს ტბის მიმდებარე ტერიტორიებზე. რა, მიუხედავად იმისა, რომ ყველამ ვიცით, რომ საღამოზე ნადირობა აღარ შეიძლება, მიმდებარედ არის ასევე ჭანჭრობები, ეხლა შემოუვლით საღამოს უკნიდან, უკანა მხრიდან მივადგებით და გვაინტერესებს კიდევ ერთხელ დავწმუნდეთ, წელს რა სიტუაცია არის ხო არ დაშრა, პირიქით წყალმოყობა ხო არ არის. მემზადებით, მოკლედ, რა ვცდილობთ, რომ მომზადებულები შევხვდეთ მეტნაკლებად სეზონის გახსნას. წავალთ ეხლა იქ და ადგილზე მოგახსენებთ სიტუაციას. ამ პატარა ტბას ჭანჭრობებს გზადაგზა გაიგვა მარლენს ქონია თურმე აქ წლების წინ ნანადირები იცის ეს ადგილები და მაგრამ მაშინ უშედებოდ სამწუხაროდ რა მაშინ უშედებოდ მაგრამ აი ჩვენი მეგობარი ანდრეი მეუბნება რომ მე ძალიან შედეგიანად მოვახერხე ნადირობა სხვადასხვის და ვიყავით ეხლა ბატონობა მიატრიალეთ წინ და მე რა შევახედოთ გადაღმა ჩას და აი ის გარშემო მან მიეპარები კიდევაც აი აქ არის ეს ჭანჭრობები იმედია GoPro კარგად აღიქვავს და ხედავთ რა როგორ და რანაირად მივალთ უფრო ახლოს მასთან და მოგახსენებთ რა და როგორ მოვედით ამ ტბაზე, როგორც ხედავთ, საკმაოდ დაწეული არის, დამშრალი არის და მისასვლელი პრაქტიკულად არ აქვს. 200-300 მეტრი არის ჭაობნარი, რომელშიც
ვერ ვივლით სამწუხაროდ. ანუ აქ ახლოს ერთადერთი თემა არის აი ეს ყელი, საღამოს ტბა არის იქთან მიმართულებით რა. ის არის ყელი სავარაუდოდ გადმომფრენისთვის. მაგრამ მე მინდოდა რომ წყალზე მენადირა ფიტულებით. ეხლა მივალთ იმ პატარა ტბასთან იქნება უკნიდან უფრო მშრალი იყოს, მაგრამ დიდად არც მაგის იმედი არ გვაქვს. ფაქტი რჩება ფაქტად, რომ ულამაზესი ადგილი არის. რა სიტყვი მალენ მოგწონს ადგილი? მოგა ძალიან საინტერესო ადგილი არის და ძალიან პერსპექტიული. უბრალოდ მართლა შეითქმის არ იყოს, აქ უნდა ყარაულად დგომა და შესწავლა ამ ტერიტორიის რა. წავალთ ეხლა პატარა კუთხს ნახავთ. მალენ აი ამ უზარმაზარ ლოდებსაც რაღაც მისტიური სილამაზია გასით. და ძალიან მაგრამ მიზიდავს ზოგადად აქეთა მხარე ზუსტად იმიტომ რომ არ არის ჩვეულებრივი ისეთი როგორც სხვაგან რო გვხვდება ლანდშაფტი რა. მართალი ხარ. ერთადერთი რაშიც მართალი არ ხარ ის რომ ჩურჩულებ და მაყურებელს არ ესმის შენი ჩურჩული GoPro-ში. შეხვას აუწევთ. იხვები ნაპოვნია. იხვი ნაპოვნია, იხვი მახარებს. ო, რახე რა კარგია? კარგია, რა კარგია. უშე გენაცვალე. 1 2 3 4 5 6 7 8 9 ფთა არის. 10. იყოს 10. 10 ფთა არის ზუსტად. აი აქ შესაძლებელი არის. ჩააწყო ფიტულები. აქ ჩაემალო და ის რო ეხლა ერთადერთი რაც მე და შენ უნდა ვქნათ, არა ჯოხი არა გვაქვს რომ გავზომოთ ამისი სიღრმე როგორ არის თქვა შესვლის და გამოტანის ამბავი რა. რაღაცა უნდა მოვიფიქროთ. მარლენ. მოკლედ შენმა ამ კომბინაციამ რო ორი აქეთ-იქით გავიყოთ. გაჭრა რა, აქ არის ბუნებრივი საფარი, რომელიც შეგიძლია ჩაიკუზო და გამოიყენო ადამიანმა როგორც ბუნებრივი საფარი წინ, უკან შეგვიძლია ეს ჩვენი საფარები ამოვიწიოთ, რომ თქვა ვინიცობა წრედა გარტყა ძალიან არ ჩანდეს. აქ 2-3 კაცი თავისუფლად ჩაიმალება და აი აქეთკენ არის კიდე ჩასამალები. აი ამ ქვებში შეიძლება ერთი ადამიანის ჩამალვა თუ არა და აი აქ ნახე ძალიან კარგი ადგილი ერთი წამით. აი აქ. აი აქაც შეიძლება ადამიანი რომ ჩაიმალოს სურვილის შემთხვევაში. მოკლედ, ნუ ადგილი მეტნაკლებად პერსპექტიულად, ნამდვილად მესახება რა. ცდა შეიძლება. არ არის გამორიცხული რომ მოვიდეთ, ვიწვალოთ, ჩავყაროთ ფიტულები. და იხვი საერთოდ არ შემოვიდეს, მაგრამ ცდაბედის მონახევრია. ალბათ, მაინც უნდა ვცადოთ. არ არის სუდი ადგილი დასაბანაკებლად, მარლენ. გადასარევი ადგილი არის და მე გული მიგზნობს ჩვენ აქ დავბანაკდებით ახლა მომავალში. ნუ, ყოველ შემთხვევაში გახსნაზე თუ არა, იმიტომ რომ რაღაც არჩევანი გვაქვს, ასე ვთქვათ, 2-3 ადგილი მოვინახულეთ მე და მალენმა, კიდე 1-2 ადგილი გვინდა რომ მოვინახულოთ და გახსნაზე თუ არა, სეზონი გრძელია, რა სიტყვაში. რა თქმა უნდა. როგორც მინიმუმ დარწმუნებული ვარ, რომ ვინც იხუზე ნადირობას ხართ მოწადინებულები, თქვენთვის საინტერესო ჩანახატებს ვაკეთებთ. ვიყურეთ, გამოვყვევით და როგორც ჩემი მალენი ამბობს ხოლმე, ჩვენთან საინტერესოა. სამწუხაროდ ამ ულამაზეს ტბაზე იხვი არ დაგვხვდა. ცოტა ხანი გავჩერდით, იმედი გქონდა რომ იქნებ ცაზე მაინც დაგვენახა რა, თუმცა უშედეგოდ. ამიტომ გზა გავაგრძელებთ. წამოვედით დილიდან მე მარლენი და ჩვენი მეგობარი. ვეძებთ ტბებს როგორც გუში შეკვირდით და შიგადაშიგ შემოგთავაზებთ ძალიან ლამაზ ადგილებს. მოხიბლულები ვართ მე და პატივცემული. იხვის ძიებაში საქართველოს ლანდშაფტს ათვალიერებ ადამიანი და განსაკუთრებულ ემოციებს ბადებს ეს ყოველივე. წეღან ლაპარაკობდით ბიჭები რომ მარტო ნადირობა ხო არ არის.
უბრალოდ საქართველოს ლანდშაფტის შემეცნებაშიც კი შეიძლება რომ დახარჯო კაცმა დრო, ენერგია და ძალიან დადებითი ემოციებით აივსო მერებული. იმედია შევძლებთ და გადმოვცემთ ამ ყველაფერს თქვენთვისაც. სულ არ გამიგვირდება წერი რო აგვიფრინდეს. და გამეხარდება კიდეც. ანუ მე ისირას ვაგვირდები რომ შენ დადიხარ იქ, სადაც გზა აღარ არის. კი, ხო, ანუ პრაქტიკულად კი არა და უგზოობაში ვართ. ანუ გზა არ არის, ჩვენ თვითონ ვიკვლევთ ახლა კონკრეტულ ლოკაციაზე მისასვლელ გზას. ჩვენი ექსპედიცია მიმდინარეობს იხვის ძებნაში 2186 მეტრზე ზღვის დონიდან. ანუ მაღალ მთიანში ნადირობა ამბობენ ეგ არის ხო? დიახ. იმედია საიხვესაც ვიხილავთ. რა ქვია ამას? ვერ გეტყვი, არაფერი არ ქვია, გოგა. როგორ ფიქრობ? ტბა არის თუ არა პერსპექტიული? თუ რა ვიცი. ერთი შეხედვით, მოდი პირდაპირ გეტყვი, რომ არ ბადებს ჩემში, ასე ვთქვათ, იმედს რა, მაგრამ ადგილობრივი გვარწმუნებს, რომ აქ იხვები არიან ხოლმე. შევიდა ბალახებში, შევიდა და კიდე ზის შუქში. ეს უკვე ბევრს ნიშნავს, როცა ადგილობრივი გეუბნება, რომ რაღაცა ხდება. დიახ. სანამ ისე გაიშლება ნახე მონაკვეთში შუა გულში. მოძრავად. მოიტანა რა ბინოკლი? ეხლა. კი, დავინახე, ორი ცალს ვხედავ უკვე, სამ ცალს ვხედავ უკვე. კი. იქ დაყოფილია ის რა. სამწუხაროდ მეგობრებო, თქვენ ალბათ ვერ დაინახავთ იქ იხვებს, იმიტომ რომ GoPro-ს ამარა ვართ მარტო. მეტი სხვა კამერა არა გვაქვს თან. ვინაიდან 3 დღეა ვნადირობდით და ფაქტიურად ყველა ჩვენი რესურსი ამოწურული არის გადასაღები საშუალებების. და მარტო GoPro-ს ამარა ვართ დღეს. ტბა ძალიან პერსპექტიულია, როგორც ჩვენმა ზვიადმა მასპინძელმა გითხრა. და ამაში თავადვე დავწმუნდით ფაქტიურად, იმიტომ რომ გადავხედეთ იხვი ბლომად არის, სამწუხაროდ GoPro-ზე ამის დანახვა თქვენთვის ახლა შეუძლებელი იქნება, არ აქვს GoPro-ს ამის საშუალება. ზღვის დონიდან ვიმყოფებით სულ რაღაც 2211 მეტრზე ვართ. არჩი კმაყოფილია, გოგა კმაყოფილია. გოგა არის ძალიან უკმაყოფილო ერთი ინფორმაციით, რომელიც 5 წუთის წინ მოვისმინეთ ზვიადისგან მე და შენ. რომ ღამე რო დარჩებითო რამდენიმე ფაქტს გადააწყდებით ფარით ნადირობისას. ანუ ის კი არა რომ თქვა თუ ვიღაცა ერთი შებოდიალდა. მასიური სახი აქვს სამწუხაროთო ადგილობრივებისგან ფარით დაძდევენ სავარაუდოდ კურდღელს ალბათ. არ ამგონია რომ ტურამელაზე იყვნენ ამოსულები, თორემ მივესალმებოდ. ხო, ტურამელაზე მასე ნადირობას მართლა მივესალმებით, ჯანდაბას არაფერი პრობლემა არ არის, მაგრამ აი როცა უკვე კეთილშობილზე მიდის მასე ნადირობა არ შეიძლება. გავაგრძელოთ ძიება. გავაგრძელოთ. ერთი ტბა ნაპოვნია, ლოკაცია გვაქვს, ასე ვთქვათ. გავაგრძელოთ, კიდევ ნახოთ რა ხდება ირგვლივ. თუ მოგწონთ ჩვენი პროექტი, გამოიწერეთ არხი და ჩართეთ ზარიზღილაკი. ეს ძალიან დაგვეხმარება.
მოვედით კიდევ ერთ ლოკაციაზე, სადაც ეჭვი გვაქვს, რომ რაღაცა საინტერესოს ვიხილავთ. ვნახოთ რისი კვალი არის აქ. დათვია და ძველია. კი ბატონო. განჭრალი არის, მიდი უფრო ახლოს აი კვალი. კარგად. კი, დათვის კვალი. არჩი ატაიძი. არჩი ატაიძი. ეს არის მეგობრებო დათვის კვალი. რომელიც აშკარად გვაუწყებს იმაზე, რომ ადგილი არის ძალიან საინტერესო. და აშკარად გვაუწყებს იმაზე, რომ სულ არ გვაწყენს 1-2 ჟაკანი რომ წამოვიღოთ თავდაცვის მიზნით. იღზე სანადი რომ წამოვთ, თავისთავად თავდაცვის მიზნით. დიახ. თავგვებს დასდე. ხო, მოდი ვთქვათ, რომ ერთი შეხედვით იხვი არ ჩანს. მაგრამ საკმაოდ პერსპექტიული ადგილი არის ესეც. არა, თავისთავად. იქ ფაქტია, რომ ბევრი იყო, ბევრი რაღაცა რაღაცეთი 20-მდე მაინც დავთვალე რა. იქ ხო. კვალი აშკარად იხვისა არის და თან ახალი კვალია, გოგა. ხო. კი, ეს არის დღეს დილანდელი კვალი და ბუმბული იხვისა არის, არ ვიცი, ვერ გეტყვი იხვისა თუ არა, ხო, არა, ძველი მაგრამ არის. კვალი არის დილანდელი. ეგ დედალი იხვის კვალი ბუმბულია. ისა ხო? კი. ხო, ანუ მოსალოდნელი არის რა, რომ ყველაფერი ისე დაალაგდეს, როგორც ჩვენ გეტყვით. საჭმელი აქვს, სასმელი აქვს, არავინ არ აწუხებს, სანამ ჩვენ არ მოვალთ. ხო, ჩვენი არის. ჩვენც კიდე დიდი ხნით არ შევაწუხებთ, კაცო. შეიძლება რომ თენდება მერე გადადის იქი ჭაობიან ადგილში, აი გადის. იქაც უნდა ვნახოთ. ნახავთ. ძალიან საინტერესო იქნება ისიც. მე აქვე კიდე იმასაც აღნიშნავ, რომ ისიც მომწონს, რომ ჩემი ძაღლი ძალიან აქტიურ ფაზაშია გადასული ძებნის, დაბუდიალობს აქეთ-იქეთ და ეჭვი მაქვს, რომ რაღაცა ნადირის კვალსაც ალბათ რაღაცას მიაგნებს. აი რა საინტერესო მომენტი იყო, ჩვენ შემოვედით, მეტნაკლებად ითქმის, რომ ხმაურით ვიყავით შემოსულები. ხო, გაგვატარა და მე ჩვენს მერე ზურგიდან აიწია მაინც იხვი რა, საინტერესოა. ეს რაღაცა დონეზე იცი კიდე რაზე მეტყველებს, რომ უფრთხობი იხვი არის შეიძლება რა. ხო, ახლა აქ ვინდა აფრთხობს იხვს არ გადამრივ მალე. ხო. არც ერთი გილზე არ გვინახი. კი ბატონო. ანუ ნანადირები არ არის. აი ერთი იხვი ჩვენს თავზე აგერე. კი ბატონო. ეს საიდან გაიწია? ალბათ არა, არაწეულა, ეს აი იქიდან შემოფრინდა რა. კი, წრე დაარტყა რა. ხი წეღან რაც დავინახეთ მეგობრებო. აი აგერ არის, ეხლა თქვენც ალბათ ხედავთ, ჩვენც ხედავთ კარგად. და ტბას თითქოს არც შორდება, არ უნდა რომ მოშორდეს ტბას. საინტერესოა. ეს ტბა 2249-ზე არის. მაგრამ ზემაგრა აჭერს. ვფიქრობ, რომ ვეიდერსებით აქ მოსვლა სისულელე არის ამოვიხუთებით. ერთადერთი თუ ჩავარდა ისე რომ ძაღლმა არ გამოიყვანა, მაშინ უნდა ამოვიცვა და გამოვიტანო და მანამდე მაღალი ვეიდერსი კი არა, არაბედ ოზეკა თუ რაღაცა ჯანდაბას უეძახი ეგა მაქვს. მოკლედ ეს ადგილიც მოგვეწონა და ეხლა წავალთ და კიდევ მოვძებნით ახლომახლო ტერიტორიებზე თუ რამე არის მსგავსი კიდევ. არც შორი გზა გავიარეთ, მაგრამ უკვე მოვაგერნით რაღაცა კიდე დაჭაობებულ ადგილს. ხო, ნუ ეს ალბათ ნატბაური არის, თავის დროზე ტბა იქნებოდა, ნახე რამხელა სივრცე არის ტბისთვის. დიახ. და დარჩენილი არის მცირე ნაწილი და ჭაობი და სულ არ გამოვიწყავ, რომ აქ ახლა კარგად იყოს იხვი, მაგრამ ამისი ამოყვანის საშუალება ჩვენ არ გვაქვს. აქ ვერც კაცი შევა, ვერც ძაღლი მე ესე მგონი. 2245-ზე ვართ. 4 მეტრი ქვემოთ. ანუ ნახე ახლა უნდა ინახოს, აქ თუ ტორფია და ანუ შეიძლება სიმშრალე არის, უნდა ჩავიდეთ ვნახოთ მაგრამ. ჩავიდეთ და ვნახოთ.
აქ შეხვალ. ანუ გაძლევს ლანდშაფტი იმის საშუალებას, მე მეგონა რომ უფრო ლაფი იქნებოდა და წყალი ამის ქვეშ რა. აქ შეხვალ ჩეულებრივად ნებამდე იმით. არანაირი პრობლემა არ არის. წყალი დგას თუ არა? ჯერჯერობით არ ვიცი და იქიდან გამომდინარე რომ კროქსებით ვარ. ხო. არა ჩექმებით. გასაგებია. არჩი, აბა მოდი ჩემთან ლაპუ დაი. ძალიან. ხო, აბსოლუტურად მშრალი აქვს თათი, ესე იგი წყალი არ არის. გოგა, წამო აბა იმ ბორცვზე ავიდეთ რა, აგე იქა და იქიდან გადავხედოთ. სწორედ გამოვიცანე. აქეთ უკვე აღარი წყალი. იხვი არ ჩანს. ეს ჭანჭრები ნაკლებ იმედის მომცემი არის რა, რომ შევძლებთ დაუშვათ თუნდაც იყოს იხვი იმის გამოტანას. ამიტომ კიდევ ვაგრძელებთ ახლა დათვალიერებას ტერიტორიების. ასე რომ გამოვხდებით. ვარ დაიღალე გოგა. არა რა დამღლის მალენ დილიდან ისეთი შემართებით ვართ მე და შენ და ისეთ სიამოვნებას ვიძებთ რომ აი რა გითხრა. მთელი დღე ვიყავი ეს სიამოვნებით ამ ჩვენი ტბების ძიებაში. მთელი დღე. ზვიად შენ ხوار დაიღალე ზვიად. პირიქით ჩემი სიამოვნება დიდი ეს. ემერცვალე კარგი ბიჭი ხარ, მადლობა. ყველაფრისთვის კიდევ ერთხელ. ესეც საინტერესო ადამიანებთან სიარული ნაღდად არ მოგბეზრდება ადამიანს არს რა ვიცი. გოგა, იპოვე ხო? ვიპოვე. ამ კაცის დახმარებით, ხო? ამ პატიოსანი კაცის დახმარებით. პატიოსანი კაცის დახმარებით ვიპოვე ნამდვილად. ძალიან კარგი არის. ლისუხებს ხედავ? კი, აი იქითკენ არიან. ხებს ხო, მაგრამ მე ხე იხვი მაინტერესებს. აბა ბინოკლი მანახეთ ბიჭებო, გადაიხედეთ უფრო სწორად. ჩანს იხვი? არ ჩანს. ეს ვერ ავხედავ იქს. აი ნახე. თიც აი მოცურავენ მარჯვენა მხარეს ნახე. მეც ხედავ, მაგრამ GoPro-ში მაგის დანახვა ალბათ წარმოუდგენელია. დრო მოგვივიდა შესვენების და ვიფიქრეთ რომ აი იქ სადმე ჭრდილში დავბანაკდეთ და გემრიელი პური ვჭამოთ. თან რომ ლამაზი პეიზაჟით დავტკბეთ, ხო? ესთეტიკა ხო უნდა იყოს ჩვენს ცხოვრებაში. დიახ, ესთეტიკა უნდა იყოს ჩვენს ცხოვრებაში, აბა რა. თუნდაც ერთი გადაღება მასწავლა რა. როგორ იღებენ ხოლმე. ბიჭო ეს დაზუმული გაქვს რაღაც სასწავლო. მე ცოტა დაზუმული მაქვს, აი ეს. აი განვზუმოთ მაშინ. ასე ჯობია. დამეთხარა თვალი და ყველაფერი. მალენ დაცემდა აქ კაცი ბანაკს რა სიტყვა შენ. დიახ, დროა შევისვენოთ და პური ვჭამოთ. აუცილებლად. თუ მოგწონთ ჩვენი პროექტი, გამოიწერეთ არხი და ჩართეთ ზარის ღილაკი. ეს ძალიან დაგვეხმარება. მოგწონს ეს პატარ-პატარა სოფლებიც რა. ძალიან სასიამოვნო სანახავია. ძალიან ლამაზია და ძალიან მიხარია რომ საშუალება გვეძლევა მე და შენ ჩვენც მოვინახულოთ და დავტკბეთ და ჩვენი მაყურებელიც დავატკბოთ აი ამ სანახაობრივი ხედებით. ძალიან დიდი მადლობა კროკო მედიას, ხო? ამისათვის, იმიტომ რომ ეს კროკო მედია ზუსტად რო გვაძლევს იმის საშუალებას ხართობთ თქვენთან ერთად ვიმოგზაუროთ საქართველოს სხვა ადგილებში. აღმოჩნდა რომ გზად შეგვეძლო მოგვენახულებინა ძველი ნაკვეთი გამოქვაბულება, სადაც თავის დროზე ტაძარი უნდა ყოფილიყო. რა თქმა უნდა, მეც და მალენმაც გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ მივსულიყავით და თქვენთვის გვენახებინა ეს ულამაზესი ადგილი. არა, მობილური მომაქვს, იმიტომ რომ GoPro-ს ბატარეა მიჭდება. ოპა. აი, მოვედით მალე.
მაგარი ადგილია, ბიჭო. საოცარი. ძველ ქართულზე. აქ იყო ტაძარი, ხო? ნახე, ძმაო, რას ლაპარაკობ. ერთი ესეთი ტაძარი თანამედროვე არის ქარელში სარკინეთის მონასტერი ქვაში ნაკვეთი რა. მეუფეიობმა გამოაკვეთინა და ეს არის უძველესი, ხა რამდენითაც მოვხვდები. ძალიან მოვიხიბლე მე ყოველივე ამით რა. ძალიან. ოპა. აქედან ეს ახვიდე დაწოლილი რა. დაწოლილი ხო უკვე? რა. ხედავ. ეს დიდი ალბათობით უკვე სამალავია, როგორც ჩანს. ვერ ვიტყვი. ტრისგან თავის ნუ ყოველ შემთხვევაში ფაქტია რომ თავისუფლად სამოძრაოდ არ იყო გაკეთებული რა. შეხვედი? კი, მოვედი, მაგრამ აქ ვიწოვდება და მე ესე შესასვლელი ფართოვდება. არა, მაგარი, აქ ისე ცალკე ღირს ამოსვლა ხო იცი შე. ბროდ, მე რას ვერ ხვდები, იცი რომ მიწამ ამოიწია. თუ თავიდანვე ესე იყო გაკეთებული, რომ მოღუნული უნდა შეხვიდე და დისკომფორტულად რომ თქვა იქიდან წინააღმდეგობა გაეწია, ვინც თავს იცავდა შემოსვლელისთვის. ხო, არის ძირში, კლდეში, ისეთ ადგილას არის რომ აი თუ არ ჩახვედი, ვერ ნახა მაგ ადგილს რა. ესე გამოქვაბულია, შეგიხარ მაგ გამოქვაბულთან მე არის იმის ესეთი ამ სიმაღლე ქვა, კარები, ქვის კარები. იქიდან შედიხარ, მაღლა ადიხარ ეკლესიაში. დაბლა კიდე სამადგილას ჩადის და ეხლა იქ ჩასასვლელები ჩამონგრეულია და უბრალოდ გასარისკაც ძნელია რა, ცოდია ის. არლენ. ეს რაც იყო ჩამონგრეულია იქ გრძელდებოდა ეგრე. მე რა კითხვა მაქვს ხა შენთან. როგორ ფიქრობ ეს კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში, ძეგლთა ნუსხაში თუ არის შესული და თუ იცავს ამას ან სახელმწიფო ან UNESCO ან მასე რომ ყოფილიყო რაღაცა წარწერა იქნებოდა. დაგვიტოვებდნენ რაღაცა წარწერებს რა, მაგრამ მსგავსი არაფერი არ არის და საინტერესოა ზოგადად მოვიძიოთ მე შემდგომ ინფორმაცია ამ ადგილთან დაკავშირებით. საინტერესოა მაყურებელს ხო არა აქვს შემთხვევით რაიმე ინფორმაცია. ვინმეს აქვს აუცილებლად დაგვიწერეთ და გითხარით სადა ვართ და რა არის ხალხმა კაულობა. მზად ხარ ჩემოგოგა? მზად ვარ. მზად ვართ რომ დავემშვიდობოთ უკვე ჩვენს მაყურებელს, მეგობრებო, ამით დავასრულეთ ჩვენი პატარა ესე ვთქვათ ექსკურსია. არც თუ ისე პატარა, მალენ მოდი პირდაპირ ვთქვა, დილის 6 საათიდან გამოსულები ვართ რა და რომელიც სხვადასხვა უკვე 3:30 ხდება. არც თუ ისე პატარა, მაგრამ საკმაოდ დიდი ტერიტორია მოვიცვით, საკმაოდ ბევრი ვიარეთ, მაგრამ მე მგონი ღირდა, იმიტომ რომ ძალიან ლამაზი ადგილები ვნახეთ და რაც მთავარია, რაც ჩვენს მაყურებელს ყველაზე მეტად აინტერესებს, ორი ძალიან საინტერესო და პერსპექტიული ტბა ვნახეთ. კი, სადაც ვაპირებთ კიდევაც სეზონი გავხსნათ. სახელებიც კი მივეცით, მარლენმა ერთს დაარქვა ძაღლის ტბა და თუ რატომ ამას შემდეგ გადაცემაში იხილავთ, როდესაც ნადირობას შემოგთავაზებთ და მეორეს დავარქვით ტესებრი, ტეაბრაზნი, ასე ვთქვათ, კი ბატონო. ტეს მაგვარი, ეს მაგვარი. რომელიც რუსულ ტს გავს, ან ლათინურ ტს, ხო, პრეციზი. ლათინურ. ხო, რუსულს არ გავს, ლათინურს გავს. კი ბატონო. მოკლედ, მეგობრებო, გამოიწერეთ ჩვენი არხი, იყავით ჩვენს გვერდში და ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ყველასთვის მოსაწონ კონტენტს შევქმნით. თუ არა, გვითხარით. ინადირეთ ჩვენთან ერთად.